მოგესალმებით და მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ამ კონკრეტულ მოდელებზე, რომლებიც მქონია თელი ცხოვრების განმავლობაში და თუ ინვესტორის სასარგებლო იქნება, მხოლოდ და მხოლოდ გამიხარდება. პირველი რომელი მოდელიც მინდა გაგაცნოთ, ეს არის კლიმიტი. საკმაოდ პოპულარული მოდელი თავის დროზე, ძალიან ბევრი მოლაშქრეს ჰქონდა, იმიტომ რომ იყო იაფი და მოკლედ ბუმი იყო თავის დროზე და ორი კატეგორიის კლიმიტის მომხმარებელი არსებობს. მე, რომელსაც არ გამიმართლა და ასევე ადამიანები, რომლებსაც გაუმართლა. ეს მოდელი ესეთი არის სამწუხაროდ. არ გამიმართლა რაში? აი ამ კონკრეტულ ადგილებში დაიწყო გაშვება და შევაწებე ყველა ადგილას და ეხლა აღარ უშვებს, თუმცა ლაშქრობაში ვეღარ ვენდობი, იმიტომ რომ რო წავიღო ხანგრძლივ ლაშქრობაში, ტომაზე მქონდა წაღებული და 6 დღე მეძინა მიწაზე ფაქტიურად, იმიტომ რომ დაიშვა და აღარ ინარჩუნებდა შიგნით ჰაერს. ეს არის ოდნავ ახალი მოდელი, ეს კარგი გამოდგა, თუმცა მასაც იგივე პრობლემა ჰქონდა, რომ აი აქედან გაუშვა და ორ ადგილას არის დაწებებული, იმიტომ რომ აღარ გაუშვას. თუმცა მასაც იგივე ის აქვს, რომ ამასაც ვეღარ წავიღებ ლაშქრობებში, იმიტომ რომ არ ვენდობ. შემდეგ იყო ეს მოდელი, ყველაზე ძვირიანი ჩემს გასაბერ ლეიბებში, ეს არის Thermarest Neo R X Lite. ყველაზე ძვირიანია და წესით ყველაზე გამომდგარი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამას თუ არ ჩავთვლით, ეს არის ჩემი ბრალი, რომ გახეული არის. სუდად ვიხმარე და გაიხა, თუმცა აქედან ჰაერს არ უშვებს და აიფუშება, მაგრამ დაიმართა აი ეს. და როგორც მე ფორუმებზე წავიკითხე, საკმაოდ ხშირი პრობლემა აქვს Thermarest-ს და ამფასიან საგებელს ჩემი აზრით ესეთი პრობლემა არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ არც ამაზე გაცილებით იაფიანი საგებლები არიან და არცაც არ ქონია ეს პრობლემა. და ეს ორ ადგილას ამოიხა და სამწუხაროდ ჩემი მოლაპარაკების ტექნიკა ისეთი ძლიერი არ არის და არ შემიცვალა Thermarest-მა მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის ბოლომდე გარანტია აქვს ამ საგებლებს. ეს არის ყველაზე იაფიანი ტემუდან გამოწერილი, დღეის დაახლოებით 40 ლარი, რომელიც მაქვს ბოლო 4 თვეა და მხოლოდ იმიტომ გამოვწერე, რომ გამეტესტა როგორი არის. საკმაოდ კარგია, ერვალი უარა აქვს საერთოდ, ანუ სითბოს ვერ იკავებს და სიცივეს უშვებს ქვემოდან. თუ ესეთ საგებელს შეიძენთ, აუცილებლად დაგჭირდებათ კარგი საძილე ტომარა. პლუსი აქვს თავისი ბალიში, მაგრამ დიდად კომფორტული ბალიში არ არის და არც ისეთი რბილია, როგორც წესით უნდა იყოს საგებელი. მაგრამ ცუდი არ არის. რაც შეეხება ამ ორ მოდელს, ესენი არის კლასიკური მოდელები, ეს არის ეგრეთ წოდებული პარალონი, თვითონ მატერიას ქვია ესეთი და შეცდომით ეძახიან ხოლმე ზოგადად საქართველოში პარალონებს ყველაფერს. პარალონი არის აი ეს მატერიალი და თუ არჩევანი გექნებათ ამ ორი ტიპის საგებელს შორის გასაკეთებელი, აუცილებლად აირჩიეთ Garmin-ის სტილის, იმიტომ რომ გაცილებით კომფორტულია როგორც დასაკეთად, სატარებლად და ასევე ძილის მხრივ. ეს მოდელები არ მომწონს, იმიტომ რომ რთულია დასაკეთად, არც ისე კომფორტულია ძილის მხრივ, მაგრამ გამძლეა. ანუ არაფერი არ მოსდის, შეიძლება მხოლოდ ტყეში დაიკაწროს, თო დანარჩენი ეს მოდელი რო ფუჭდებოდეს, მე ეგეთი მოდელი არ მინახია, თუ ძალად არ დახევთ, რა თქმა უნდა. რაც შეეხება ამათ, ესაც Thermarest-ის გამოშვება არის, ეს არის Thermarest-ის რეპლიკა, უფრო იაფიანი მოდელი და საკმაოდ კომფორტული არის, დასაკეთად კარგია. ერთადერთი მინუსი ის აქვს, რომ საძილე ტომარით რო წვებით, ცურავს საძილე ტომარაზე და რთულია, რომ კომფორტულად იწვეთ ზე. აქ ეხლა არა მაქვს წამოღებული, მაგრამ თუ მაინდა-მაინც გასაბერი ლეიბლის ხილვას გადაწყვეტ, აუცილებლად იყიდეთ Bigagnes-ის ფირმის, იმიტომ რომ ჩემ პრაქტიკაში ყველაზე გამართლებული საგებელი არის და ყველაზე კარგად ძლებს. ფასი აქვს ოდნავ დიდი, დაახლოებით $100-150 იღებს ხოლმე. ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი გამორჩა გასაბერ ლეიბებში და ზოგადად საგებლებში, ეს არის წონა. ამ გასაბერი ლეიბების წონა ზოგადად მერყეობს სადღაც 500 გრამიდან 1 კილომდე, ეგრე არის, სხვადასხვა ტიპების გათვალისწინებით ეგრე არის წონები. ეს ჩვეულებრივი დასაკეცი საგებლების წონა არის 200-დან 400 გრამამდე.
და უკვე თქვენი გადასაწყვეტია რომელს აირჩევთ, გირჩევნიათ 400 გრამით მეტი ატაროთ და კომფორტულად გეძინოთ თუ ატაროთ მსგავსი საგებელი და კომფორტი ცოტათი მოიკლოთ. რაც შეეხება კიდე ერთი ტიპის საგებლებს, ეს არის თვითბერავადი საგებლები. მათ კიდევ საერთოდ არ გირჩევთ, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმეა, დიდია და სივრცეს ძალიან დიდ იკავებს. გარედან დამაგრების შემთხვევაში დიდი ალბათობა იმის რომ გახიოთ. აქედან გამომდინარე, თვითბერავადი საგებლების ყიდვა ლაშქრობისთვის არის არაგამართლებული. ასევე ჩვეულებრივი სახში დასაფენი ინტექსის გასაბერი ლეიბების ყიდვას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ეგენი ლაშქრობისთვის არ არის და მხოლოდ კემპინგზე თუ გამოიყენებთ. საკითხი გასაბერი ლეიბებში არის ერვალიო. რა არის ერვალიო? სიცივის გამტარიანობის შკალა არის, რაც უფრო მაღალია ერვალიო, მით უფრო კომფორტულად გძინავთ სიცივეში და ქვემოდან სიცივეს არ ატარებს თქვენი გასაბერი ლეიბი. აქედან გამომდინარე, ეცადეთ რომ რაც უფრო მაღალი ექნება ერვალიო, მით უფრო კარგი არის. ამ თერმაზე ეს აქ მაგალითად თუ სწორად მახსოვს 4 და 5-იან 5-დან 2 ერვალიო და ძალიან თბილი იყო, აი ოზონო თბილი იყო, მაგრამ სამწუხაროდ დიდი კუზი გაიკეთა და ვეღარ მძინავს. აქედან გამომდინარე მიაქციეთ ერვალიოსაც ყურადღება წონასთან ერთად, რომ ერვალიო უნდა იყოს მაღალი, წონა უნდა იყოს დაბალი. ხო, ფასი ამ შემთხვევაში სამწუხაროდ შუაში ვერ მერყევობს. ან ძალიან მაღალია, ან ძალიან დაბალია ამის შემთხვევაში, მაგრამ მე მგონია, რომ ამ საგებელს და გასაბერ ლეიბს საერთოდ არ აქვს ერვალიო. იმიტომ რომ ტობაზე საკმაოდ სიცივე ამოდიოდა ქვემოდან. შეიძლება იმის ბრალიც იყო რომ ჭაობში მეძინა, მაგრამ მაინც საკმაოდ კომფორტული იყო იქ ძილი, იმიტომ რომ ამის სირბილეს მიწის სირბილეც ემატებოდა. უგლეც რო ეს იყო და მე კიდე განვიხილავ სხვადასხვა შემახჭეულობას, რომელიც მაქვს და გაგიზიარებ ჩემ გამოცდილებას. იმედია საინტერესო იქნება თქვენთვის და რაღაცაში დაგეხმარებათ მომავლის გადაწყვეტილების მიღებაში.